მოდი ახლა განვიხილოთ მეხუთე ამოცანა, რომელიც ასევე გეომეტრიულია. წრის ფორმის გასაშლელი მაგიდის გარშემოწერილობის სიგრძე, იგივე წრეწირის სიგრძე 2π მეტრის ტოლია. გაშლის დროს ნახევარწრის ფორმის ნაჭრებს შორის დგამენ მართკუთხედის ფორმის ნაჭერს, რომლის დიაგონალის სიგრძე, აი ამის სიგრძე, რომელიც არის გამუქებული, დიაგონალის ოღონდ არის ფესვით 13 სტოლი. მაგიდის გაშლის შედეგად რამდენჯერ იზრდება მისი ფართობი. მინდა აღნიშნო საკმაოდ კომპლექსური ამოცანა და მრავალ ნაბიჯებს, ასე თუ ისე მოითხოვს აპლიკანტისაგან. პირველ რიგში რაც უნდა იცოდეს აბიტურიენტმა, თუ როგორ გამოითვლება წრეწირის სიგრძე, ეს არის მარტივი ფორმულა 2πr. 2πr, რადგანაც არის ზოგადი ფორმულა და ამ დროს ვიცი, რომ ზუსტი მნიშვნელობა ეს არის 2π, იღა დარჩენია, რომ თქვათ ლოგიკურადაც თუ დავფიქრდეთ, იქნება r-ის ერთთან გატოლება. ანუ თუ კი r იქნება ერთი ერთეულის ტოლი, მაშინ პირობა იქნება დაცული. და ზოგადად ელი ამას ამბობს. აი ნახეთ, მოცემულია შეძლების დაგვარად ნახაზი. ელი უდრის 2π-ს პირობების თანახმად და r აქედან უდრის 2π შეფარდება 2π-სთან და 1. ანუ აი ამ გამუქებული ფიგურის, რომელიც დაყოფილია ორად, ამისი რადიუსი, რო შევაერთოთ, იქნება წრე და მისი რადიუსი იქნება 1 მეტრი. d იგივე დიაგონალი. დიაგონალი ოღონდ მართკუთხედისა. აქ არ არის კვადრატი დაკონკრეტებული არ აქვს, შეიძლება კვადრატიც იყოს, მაგრამ ხშირად როცა წერენ მართკუთხედს, უნდა მივიღოთ ხედველობაში როგორც მართკუთხედი. დიაგონალი უდრის, აი ესეთი ხაზი რო გავა, დიაგონალი უდრის ფესვით 13-ს. ეს არის მოცემული და ჩვენი მიზანია, რომ პითაგორას თეორემა გამოვიყენოთ, რათა გავიგო ამ მართკუთხედის ერთ-ერთი გვერდის სიგრძე მაინც. რადგან ცნობილია, რომ აი აქ წრეწირის რადიუსი 1 სტოლია, რადიუსი არის ის სიგრძე, რომელიც ასე ვთქვათ, სიგრძე, რომელიც არსებობს წრეწირის ცენტრსა და ნებისმიერ წერტილს შორის, ანუ აქედან გამომდინარე, სუსტად შუა წერტილი იქნება დაშორება, იგივე რადიუსი 1 მეტრი, მაგრამ ეს ან რადიუსის კიდევ ერთხელ რადიუსის შევსებით მივიღებთ დიამეტრს, რაც ჩანს, რომ მართკუთხედის სიმაღლის ტოლია. ანუ აი ამ მართკუთხედის სიმაღლე A-ში ყოფილა 2 მეტრი მარტივად. რადგან სიმაღლე 2 მეტრია, დიაგონალი ფესვით 13 ტოლია, პითაგორას თეორიის მიხედვით, დიაგონალის კვადრატს გამოკლებული კათეტის, ანუ A-შის კვადრატი, რომელიც აქ მიწერია, უდრის 9-ს. ფესვით 13-ის კვადრატი 13-ია, რადიუსი რადგან 1-ია, მაგრამ დიამეტრი უნდა ვიგულისხმოთ და 2-ია, შესაბამისად გამოაკლდება 13-ს 4 და მივიღებთ 9-ს. 9-დან კვადრატული ფესვი კი უდრის 3-ს. აქედან გამომდინარე, მე ვიცი, რომ მართკუთხედის სიგანის 3 სტოლია, სიმაღლე ფესვით 13-ია. შესაბამისად, მე დავწერ ესეთ რაღაცას. რადგან თხოვს რამდენჯერ გაიზრდებაო, თავდაპირველი ესი, ან წრის ფორმის მაგიდის ფართობი არის πr კვადრატი და r ვიცი რომ 1-ია, შესაბამისად 1-ის კვადრატი 1-ია და ეს არაფერს არ შეცვლის π-ისთვის. ანუ თავდაპირველი ესი არის π-სტოლი, ხოლო ჯამურად აი გამუქებული ფიგურის ფართობს რომ დავამატებთ ღია ფერის ფიგურის ფართობს, ანუ თეთრ მართკუთხედის ფართობს, გამოდის რომ ეს არის π და ამას დამატებული სიმაღლე, რომელიც გამოთვალეთ არის 3 სტოლი და ეს უნდა გამრავლდეს თავისმიერ, უბრალოდ ბოდიშით, რადიუსის, ანუ დიამეტრი უნდა გამრავლდეს, რომელიც 2 სტოლია
სიგანეზე, რომელიც 3-ის ტოლია, 3-ისა და 2-ის დამნავლი 6 უდრის და გვაქვს მარტივი არითმეტიკული ასე ვთქვათ ოპერაცია, რომ π + 6 სურათზე მოცემული ფიგურის ფართობი შეფარდებული π-თან უდრის აი ამ ჯერადობას, სხვაობას, არამედ ჯერადობასა და პროპორციას და ასეთი პასუხი გვაქვს, ოღონდ არა გაერთმნიშვნელიანებული და ამასაც ექცევა ყურადღება ტესტის შემდგენელების მხრიდან, მაგრამ აუცილებლად და უეჭველად აბეჭდებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პასუხი არის D. 1 + 6 შეფარდებული π-თან.